მოსამზადებელი წელი იყო საქართველოს სასამართლო რეფორმის გასატარებლად. კერძოდ საქართველოს პარლამენტმა ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ უაღრესად ნაყოფიერად იმუშავა მიმდინარე წელს და მიღებული იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი კანონები, როგორიც არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია სამოქალაქო სამართლის კოდექსი, შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ასევე სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი. მიღებული კანონებიდან 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა უკვე საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი. დანარჩენი ყველა ჩემს მე ჩამოთვლილი კოდექსები ძალაში შევა 98 წლის მაისის თვიდან. სასამართლო რეფორმა ეს ურთულესი პროცესია, არ არის არც ერთი დღის, არც ორი დღის და ერთი და ორი წლის წლის მანძილზე მისი ჩატარება ვერ მოხერხდება. მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ პარლამენტმა უკვე მოამზადა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ამ სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მთლიანად სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივა გახდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ძველი კანონმდებლობით ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის საკითხი წყდებოდა პროკურორის ერთპიროვნული დადგენილებით, ეგრეთ წოდებული სანქციით. ამჟამად არავის არ აქვს უფლება პიროვნების თავისუფლების ხელყოფისა და მისი შეზღუდვისა თუ არა მოსამართლის ბრძანებისა. ეხლა ძირითადი პრინციპი მაინც რა არის, რომ მოსამართლემ და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს შეეფარდოს თუ არა პიროვნებას წინასწარი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის სახით. 1997 წლის 25 ნოემბრიდან თუ არა მოსამართლის ბრძანების არავის აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქის თავისუფლება. მოსამართლე აწესებს რა წინასწარი პატიმრობის ვადას 3 თვემდე, მასვე გამოძიების სირთულიდან გამომდინარე უფლება აქვს გააგრძელოს ბრალდებულის საპატიმრო ვადა გარკვეული პერიოდით. კანონში აღნიშნული ცვლილებების ძირითადი პრინციპი გახლავთ ერთ-ერთი საგამოძიებელო მოქმედების ასე ვთქვათ საჯაროების პრინციპი. აი ამ მოსამართლეს ეს პრეროგატივა იმიტომ მისცა კანონმდებელმა, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებულის ან ეჭვმიტალის უფლებები, რომელსაც უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით გარკვეული ღონისძიება, ასე ვთქვათ, ან წინასწარი პატიმრობა მოცემულ შემთხვევაში უფრო საჯაროდ იხილება, ასე ვთქვათ, თუ სხვა შემთხვევებში, როგორც მოგახსენეთ, როდესაც პროკურორი იძლეოდა დადგენილებას მისი დაპატიმრების შესახებ, ეს ხდებოდა ფაქტურად ერთპიროვნულად გამომძიებლის წარდგინებით პროკურორი გასცემდა სანქციას პიროვნების დაპატიმრების შესახებ. ამ შემთხვევაში სასამართლო გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე უკვე სხდომა ტარდება პროკურორის თანდასწრებით იხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას და აი მოცემულ შემთხვევაში უკვე ამ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს თვით ბრალდებულს და მის დამცველს. თუ სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც არ არის დაუშვათ მისაღები ბრალდებულისთვის და მისი დამცველისათვის, ასეთ შემთხვევაში მოსამართლის ბრძანება ქვია ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და უზენაეს სასამართლომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ კი დაუშვათ მოსამართლე არ გამოიტანს კანონიერ გადაწყვეტილებას. აი ამ შემთხვევაში აშკარად დაცულია ბრალდებულის უფლება, ერთ-ერთი ძირითადი უფლება, მოგეხსენებათ, ეს არის მისი თავისუფლება. ასევე თქვენთვის ცნობილია, რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე არ შეიძლება ჩატარდეს როგორც მოქალაქის პირადი ჩხება. კანონის ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ზრდის რა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს უდიდესი პასუხისმგებლობის ქვეშ აღენებს თვითონ მოსამართლეს. და ზუსტად ამის გამო არის, რომ სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, აი საწყის სტადიაზე ყოველ შემთხვევაში არის ის, რომ ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. და ამ გამოცდების შემდგომში უკვე წარდგება ეს მოსამართლე იუსტიციის საბჭოს წინაშე. იუსტიციის საბჭო მოგეხსენებათ, რომ არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რამდენადაც პრეზიდენტი ნიშნავს შემდგომში მოსამართლეებს დაკავებულ თანამდებობებზე. აი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება მოსამართლის დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე.
როგორც მოგახსენეთ 25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ეს არის ქართველი ცივილისტი მეცნიერების ხანგრძლივი შრომის ნაყოფი. აღნიშნული კოდექსით რეგულირდება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის თითქმის ყველა საკითხი, გარდა შრომის კანონმდებლობისა და ცხადია შეუძლებელია მისი შეფასება ინტერვიუში. ერთ ვიტყვი რომ თითოეული მოქალაქე ვალდებულია ელემენტარული ცოდნა ჰქონდეს სამართლის აღნიშნულ დარგში, რადგან თუ კი მას ასეთი ცოდნა ექნება, ალბათ მასზე უკეთესად მის უფლებებს ვერავინ არ დაიცავს. და მიმაჩნია რომ ეს სამართლის ეს დარგი აუცილებლად უნდა ჩაჯდეს სასკოლო პროგრამებში, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს და უნდა მიიღოს კიდეც თუნდაც ელემენტარული ცოდნა აი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებისა.